რომ გარკვეული ესეთი სასწორი არის, რომელიც გადახრაც ესე ვთქვათ, რადიკალურად არ ხდება არც ერთ მხარეს. შესაბამისად, თუ მოლაპარაკებების მიმართულებით, განსაკუთრებით შეიძლება ვთქვათ, უკრაინას აიძულო ვთქვათ, მას ეს სამხედრო დახმარების და სხვა ტიპის დახმარების ბერკეტებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა, მაგრამ მაგალითად მოსკოვი და ვლადიმერ პუტინი, კრემლი ზოგადად იქნება წინააღმდეგები, მაშინ ვფიქრობ დასავლეთს და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკვე ტრამპის ახალ ადმინისტრაციას კეთრი გადაწყვეტილების მიღება ჭირდება, მაგალითად თუ არ მოდის კომპრომისზე მოსკოვი, რა ბერკეტები აქვს მაგ იმისათვის, რომ აიძულოს. ეს იძულება შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ უკრაინის მიმართულებაზე, მაგალითად კიდევ უფრო გაზრდილი სამხედრო დახმარება, კავკასია, მაგალითად საქართველოს, ცენტრალური აზია, მაგალითად ჩინეთის მიმართულებას ბმა რუსეთთან, როგორიც არის, აი ამ ყველაფერთან მიმართულებით შეუძლია ტრამპის ადმინისტრაციას დამკვეთრი ნაბიჯები